მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მადლობა, ვინც ხართ აქ ჩემთან, ჩემს არხზე. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც გამოიწერათ ჩემი YouTube გვერდი და მათ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, ვინც დაინტერესებულები ხართ საჯარო გაშლებით და უყურებთ ახლა ამ ვიდეოს და არ გაქვთ გვერდი გამოწერილი, ძალიან გამიხარდება თუ გამომიწერთ. ასევე თუ დამიმეგობრდებით Facebook-ზე ან Instagram-ზე, ესეც ძალიან გამახარებს. მინდა გითხრათ, რომ Facebook-სა და Instagram-ზე ვაკეთებ პატარ-პატარა გაშლებს ხოლმე კვლის მიმოხილვებს, ზოგადად სხვადასხვა საკითხზე, ყოფით საკითხებზე პატარა ვიდეო გაშლები მაქვს იქ, ხოლო აქ ვანთავსებ მხოლოდ ვრცელ და დიდ გაშლებს, საჯარო გაშლებს. დღეს მოვედი გაშლით და ეს გაშლის საკითხი შეეხება პირად ურთიერთობებს და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ ეს გაშლა. ეს გაშლა იქნება პარტნიორზე და კითხვები გვექნება შემდეგი: რას ფიქრობს ეს ადამიანი, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს და ასევე მიმოვიხილავთ ზოგად განვითარებას იმ პერიოდზე, რა პერიოდსაც ჩავთქვათ. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ რომ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთი ვარიანტი, ჩავთქვათ ის ადამიანი, ვინც გაინტერესებთ აი ამ გაშლის დროს და შემდგომ მე წავიკითხავ ტაროს დასტა მოკლედ, რასაც გეტყვით თქვენ. რაც შეეხება თვითონ პერიოდის ჩათქმა, რაც გითხარით, ხომ? უმჯობესი არის თუ არ ჩავთქვათ ძალიან დიდ ვადას, აი 6 თვის და 1 წელს, იმიტომ რომ ეს არის მაინც საჯარო გაშლა და სჯობს, რომ პირადი კონსულტაციების დროს გქონდეთ ხოლმე უფრო მეტი ვადის ჩათქმა, ვიდრე ეხლა ესეც საჯარო გაშლაზე, თუმცა შეგიძლიათ ჩავთქვათ ნებისმიერი დრო, აი მოქმედებები მაგალითად, ან ურთიერთობის განვითარება შეგიძლიათ ჩავთქვათ 2 კვირაზე, 1 თვის ვადაზე, 3 თვის ვადაზე და არა მაინც 1 წელზე. და კი, ძალიან ხშირად მეკითხებით ხოლმე, რომ რა პერიოდზე უნდა ჩავთქვათ, ეს უკვე პირად კონსულტაციებზე როცა მომართავთ ხოლმე, 1 წელზე მეტი დროის ჩათქმა ზოგადად ტაროს კარტს არ უყვარს, რომ არ აცდეს და არ შეცდეს პასუხები ხოლმე. მათ ვინც დამიტოვებთ კომენტარებს, ერთ კომენტარს მაინც ესეც ძალიან გამახარებს და ძალიან დაუჭერს ამ გვერდს, რომ განვითარდეს. მოკლედ, დავიწყებ ახლა მე ტაროს კითხვას. კითხვები გვაქვს პარტნიორის ფიქრები, პარტნიორის გრძნობები, რას მოიმოქმედებს ახლო პერიოდზე და ზოგადად როგორ განვითარდება ურთიერთობა. იმედი მაქვს, რომ შეარჩიეთ სასურველი ვარიანტი და მოდი დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი სამომრჩევლებო. ამ ადამიანის ფიქრები რეალურად ურთიერთობასთან მიმართებით არის ძალიან დადებითი. დადებითად ვლინდებით, მოკლედ ამ ადამიანის ცხოვრებაში დადებითი განწყობები მოდის ამ ადამიანის მხრიდან და ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს, უფრო მეტად შორს უნდა წავიდეს ეს ურთიერთობა. ანუ იდეაში ვერ ვხედავ, რომ ნეგატიური ფიქრები და განწყობები ჰქონდეს ამ ადამიანს პიროვნულად თქვენს მიმართ. არც ურთიერთობის მიმართ ზოგადად არ მოდის ნეგატიური განწყობა. ანუ პიროვნულადაც სიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა იდეაში მას და ზოგადად ეს ურთიერთობას კომფორტს უქმნის. ესე გავშალოთ. რაც შეეხება გრძნობებში, მიუხედავად თავის ესეთი დადებითი განწყობებისა, ეს მისი განწყობები და ფიქრები არის ცოტათი უფრო როგორ ვთქვათ, აი ზედაპირული, ესე რა ვთქვათ. გრძნობებში ხა ეს არკანი არ მეუბნება იმას, რომ ამ ადამიანს იქ ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული გრძნობები და ემოციები ჰქონდეს. ანუ თითქოს ზედაპირულად, კი, ნამდვილად დადებითი განწყობები არის, სიამოვნებს ურთიერთობა, მაგრამ აი ამ გრძნობებში ძალიან იტანჯება რა, აი აქ არკანშიც აშკარად გამოსახულია ის, რომ დარდობს ეს ადამიანი, ნერვიულობს, შეიძლება უბრალოდ ურთიერთობის განვითარებას უყურებს საკმაოდ რთულად და სტრესულად, ესე რა ვთქვათ. ანუ გრძნობებში ხა ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე გრძნობები აქვს თქვა, უფრო მეტი შიში და დაძაბულობა მოდის აქ ამ შემთხვევაში, ვიდრე ის, რომ რაღაცა საოცარ შეყვარებულ განწყობაზე იყოს. ფიქრები არის დადებითი, კი ბატონო, მაგრამ გრძნობებში იგივეს მე ვერ ვიტყოდი, პირიქით ძალიან დაძაბული და დასტრესილი არის ეს ადამიანი აი ამ ურთიერთობით, აი ამ სიტუაციით, ანუ ურთიერთობაში გვიწყობ აი ამ ურთიერთობაში გრძნობებით, ხო, რაღაცა დაძაბულია, დასტრესილია, შეიძლება ისეთ განწყობებზე იყოს, რომ არანაირად არ უნდადეს თავისი ემოციების გამომჟღავნება და გამოხატვა. ნუ გრძნობები აქ ამ არკანის ქვეშ ნაკლებად მოდის.
მოქმედებებში ამოგვივიდა ჰერმიტი და ზოგადად ეს არის არკანი, რომელიც სიტუაციიდან გაცლაზე პასუხობს და სიტუაციიდან გაცლაზე ორიენტირდება. ანუ ამ ადამიანის მხრიდან სიმართლე გითხრათ, რაიმე მოქმედებებს მით უმეტეს ახლო და პატარა პერიოდზე ვერ ვხედავ. თითქოს უფრო გაცლილი და გარეთ და შორიდან დაიჭერს ეს ადამიანი თავს ურთიერთობაში, ცოტა შეიძლება ამ ახლო პერიოდზე პატარა დაძაბულობაც იყოს და უმეტესობა შეიძლება ისეთი მიყვარდეს, ვისაც უკვე დაძაბულობა გაქვს და იმ შემთხვევაში, ვისაც ეს დაძაბულობა არ აქვს, ეს რთული პერიოდი მოდის რა, თითქოს აი თქვენ შემთხვევაში რაღაცა რთულად იწყება თუ რთულად ვითარდება, უფრო ეს მოდის აქ. და რაც შეეხება, ანუ მოქმედებებში, უმოქმედობაო, ჩანს ამ ადამიანს ამ არკანის ქვეშ მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს მოქმედებას აპირებს, პირიქით შეიძლება საერთოდ ზურგი აქციოს ურთიერთობას და სიტუაციას. ზოგადი განვითარების ამბავში არ მოდის რა, აქ ახლა კარგი განვითარება პირდაპირ გითხრათ, ხო, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი დაძაბულობა, უსიამრება, ანუ შეიძლება ეს ადამიანი სერიოზული ურთიერთობისთვის მზადაც არ იყოს, დროებითაც და მსუბუქ დონეზე სიამოვნებდეს ეს ურთიერთობა და კარგად გრძნობდეს თავს და თქვენზე კარგი ფიქრები ჰქონდეს, მაგრამ ამ არკანის ქვეშ ახლა ვერ ვიტყვი, რომ მას რაიმე განვითარება უნდა, ან რაღაცა უფრო შორს უნდა წასვლა. უმეტესობის შემთხვევაში შეიძლება მიყვარდეთ ისეთები, ვისაც უკვე დასრულებული გაქვთ ან ურთიერთობა, ან უკვე რაღაცა დიდი დრო არის, პაუზა არის და ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განვითარებები მოდის თქო. აქ ეს ყოველ შემთხვევაში არ იკვეთება. თითქოს ამ ადამიანს ანუ რაღაცა პრობლემები აქვს ურთიერთობას და ამის მოგვარების მაგივრად აი გაცლას, წავიდეს, გაიქცეს, დაიმალოს. აი ეს მომენტი აქვს და ჩაიკეტოს თავის თავში ეს მოდის. სწორედ ამიტომ ამ არკანის ქვეშ მე ურთიერთობის განვითარებაზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ეს ახლა აქ არ მოდის. ეს იყო პირველი ვარიანტი და გამიზიარეთ პირველი ვარიანტის ამორჩევლებო, რეზონირდა თუ არა თქვენთვის ის გაშლა. გელოდებით კომენტარებში. მოდი ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, მოდი ვნახოთ ამ ადამიანის ფიქრები, გრძნობები, მოქმედება და ზოგადი განვითარება. კი ბატონო. ამ ადამიანის ფიქრები და გრძნობები, ანუ ფიქრებში ამოვიდა ის, რომ ამ ადამიანს სურს თქვენთან სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობა. მე ვერ ვხედავ იმას, რომ მას რაიმე ნეგატიური უნდოდეს, რაიმე ცუდი უნდოდეს, პირიქით სასიყვარულო ურთიერთობა სურს, ურთიერთობის აღდგენა, დალაგება, გამოსწორება, წამოწყება, ყოველივე ეს მოდის აქ. ანუ მისი ფიქრები არის ორიენტირებული იმაზე, რომ რა გააკეთოს ურთიერთობა, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს და შორს წავიდეს. რაც შეეხება უშუალოდ გრძნობებში, გრძნობები ნამდვილად აქვს ამ ადამიანს ცალსახად ვიტყვი, მაგრამ ძალიან რთული ხასიათის ადამიანი არის. აი ამ ადამიანისთვის გრძნობების და ემოციების გამოხატვა გავს ის, რომ აი რაღაცა დიდი ჯავშანი უნდა გაიხადოს ადამიანმა, იქიდან უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონა უნდა დატოვოს და გააზიაროს ემოციები. ანუ ის კი არ არის, რომ უბრალოდ არ აქვს გრძნობა და არ ამჟღავნებს, რომ აქვს გრძნობა, უბრალოდ არ შეუძლია ამ ყველაფრის გამოხატვა. პიროვნულად, ბუნებით ესეთი არის ეს ადამიანი და შესაბამისად ვერ ვხედავ ახლა მე ამ არკანის ქვეშ, რომ ამ ადამიანს არ უყვარდეთ, კი, ძალიანაც უყვარხართ, ძალიანაც სურხართ, მაგრამ ცოტათი ცივი ტიპია რა, აი რაღაცა არ გამოხატავს ესე პირდაპირ გრძნობებს და ემოციებს. მოქმედებაში არჩეულებრივი არის, მოქმედება ნამდვილად უჩანს, ნაბიჯების გადმოდგმა ნამდვილად იქნება მისი მხრიდან. არ გამოვრიცხა, რომ ვისაც უკვე დიდი ხანია შეიძლება გაქვთ ეს ურთიერთობა სადმე ერთად გასვლაც მოგიწიოთ, ან ქალაქგარეთ, ან რამე სასიამოვნო ადგილზე. მათ ვისაც რამე რთული სიტუაცია გაქვთ, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი კომუნიკაციაზე გამოვა დაგელაპარაკებათ ურთიერთობაში. არსებული სიტუაციების დალაგება შემოგთავაზებს. არ მოდის აქ რაიმე ცუდი და ნეგატიური განვითარებებით მშვენიერი ჩანს. ახლა გადავალ განვითარებაზე. ანუ მოქმედება იქნება, რომელსაც ამ მოქმედებას მოყვება ძალიან კარგი ამბები. რაც შეეხება ერთადერთი პრობლემას აქ იმის ხედავ, რომ თვითონ შეიძლება ის ადამიანი როგორც აღწერა, შეიძლება ამ ადამიანის ესეთი ხასიათებით ძალიან იყოთ დაღლილი და აი პირიქით თქვენ გინდოდეთ რაღაცა მასთან კამათი. თქვენ გქონდეთ რაიმე გამოუხატავი ემოციები მასთან და თქვენ გინდოდეთ გამოხატოთ მასთან რაღაცა ბრაზი. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ რაიმე პატარა ეს ბრაზი დიდ კონფლიქტში და დაძაბულობაში არ გადავიდეს. ანუ იდეაში მე ვერ ვხედავ, რომ აქ რაიმე ცუდი და ნეგატიური განვითარებები იყოს, იმიტომ რომ ერთად მშვიდ და წყნარად სიტუაციების განვითარება ჩანს, მაგრამ აი თქვენ იყავით ფრთხილად, ხო? ეხლა რადგანაც აქ ხა მიიღეთ რჩევა, ეს უნდა გაითვალისწინოთ და
არ აყვეთ ნეგატიურ ემოციებს, რომ აი შეიძლება რაღაცა მეტი ემოციის გამოხატოს ელოდებით და ის რომ ვერ მიყოთ ამაზე გაუბრაზდეთ ცოტა ამ ადამიანს, უფრო აი ესეთი რა მოდის აქ. საერთოდ ჯამში ურთიერთობას დადებითი განვითარებები აქვს, რაიმე ნეგატიური და ცუდი, აქ ნამდვილად არ იკვეთება. ეს იყო მეორე ვარიანტი და დამიწერეთ მეორე ვარიანტის ამორჩევლება, რამდენად რეზონირდა გაშლა თქვენთვის. მე კი ახლა გადავალ მომდევნო ვარიანტის წაკითხვაზე და ვნახოთ. გრძნობები, ფიქრები, კი ბატონო. ესე იგი, პირველ რიგში ამ ადამიანის ფიქრები, ხო? ამ ადამიანის ფიქრები, როგორც არის დადებითი, ასევე არის ცოტათი უარყოფითი. ამ ადამიანის ფიქრებში ვერ ვხედავ სტაბილურობას, ხო? აი, კი, უნდა მომავალი, კი, უნდა ურთიერთობა, მაგრამ როგორ ეს არ იცის და ამაში იბნება და ირება ემოციურად და ეს არის იდეაში აქ პატარა პრობლემა. ანუ იდეაში მას კი სურს ურთიერთობა, ერთ დღეს შეიძლება იყოს ესეთ განწყობაზე, რომ აი დღეს ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერს მოვაგვარებთ, რომ დაბრკოლება შეხვდება ჩვენ ერთად ვიქნებით, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება გათენდეს და საერთოდ აი სახეცვლილი იყოს ამ ადამიანის დამოკიდებულება და ფიქრებიც და ემოციებიც. ასე რომ აქ მე სტაბილურობას და სიმყარეს ვერ ვხედავ რა, რაც ყველაზე მეტად ესე რომ ვთქვათ, მომხვდა აქ მე ცოტათი ნეგატიურად. კი ფიქრობს ურთიერთობის მომავალზე, მაგრამ რას და როგორ იზავს, რას როგორ მოიყვანს მოქმედებაში, ეს არ იცის. ნუ გრძნობებში ვიტყვი, რომ კი დადებითი გრძნობები არის, ვერ ვიტყვი, რომ არ არის, მაგრამ აქ ბოლომდე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი და უკიდეგანო სიყვარული. კი, არის გრძნობები, ემოციები, მაგრამ აი ცოტათი გამოფიტულია რა ეს ემოციები, თითქოს რაღაცა ხორცის შესხმა სჭირდება რა ამ ურთიერთობას თუ აი ამის გრძნობებს და დამოკიდებულებებს. შეიძლება იყოს ძალიან დიდი დრო არის ერთ სიტუაციაში მიედინება. ანუ უბრალოდ ეხლა ხანს დაიწყო ეს ურთიერთობა და ჯერ რაღაცეები არის გასავითარებელი. ანუ ბოლომდე კარგ 100%-იან გრძნობებს ვერ ვხედავ. კი, არის გრძნობები, მაგრამ აი ეს გრძნობებიც ესე არის რა მერყევრულად, ესა რა ვთქვათ. რაც შეეხება მოქმედებას, ანუ ეს ადამიანი მოქმედებით კი მოქმედებს, მაგრამ ცოტა თქვენ დარჩებით უკმაყოფილო. უფრო ეს მოდის აქ, რაღაცაც შეიძლება გაგიბრაზდეთ, რაღაცა გისაყვედუროთ, რაღაცა არ მოეწონოს თქვენი განსაკუთრებით შეიძლება თქვენს ხასიათს გაუსვას ხაზი, რომ აი რაღაცა შენ ესეთი რთული ხასიათი გაქვს, შენ ესეთი რთული ხარ, ან რაღაცა ყველაფერს რთულად უყურებ, რაიმე ესეთი მოქმედება ჩანს რა, ანუ ის კი არა რამე სასიამოვნო ნაბიჯი გადმოდგას თქვენთან მიმართებით, რომ არა, აი რაღაცა აგრესიით მოდის, მოკლედ ეს ადამიანი რაღაცით შეიძლება რომ გაგაბრაზოთ. მაგრამ ეს ოღონდ ეხა გაბრაზება, რასაც ახლა მე ვსაუბრობ, იქნება ცოტათი ერთჯერადი ხასიათიც. ანუ ეგ არ იქნება ისეთი გაბრაზება, რომ აი ეხლა ამას კამათი და ისეთი გაუგებრობა მოყვეს, რომ ურთიერთობა ამით დასრულდეს. ანუ უპირველეს მოქმედება, რაც ახლა ახლო პერიოდზე და თქვენთვის რაც ახლო პერიოდია, რაც ჩაუთქვით, ხო, იდეაში მან ცოტათი აი ამ დაძაბულობას ვხედავ. რაც შეეხება განვითარებას, ნუ ეს არ კაი ძალიან კარგი განვითარებისკენ მოგიქადით, ესე რომ ვთქვათ, რა დროც ჩაუთქვით, ნაბიჯ და ნელ-ნელა და ეტაპობრივად ეს ურთიერთობა დაალაგდება. აი ამ ადამიანის ეს გარკვეული ფიქრები და ჩამოყალიბებლობის ამბებიც იმ პერიოდზე, რა პერიოდზე ჩაუთქვით, დაალაგდება, ჩამოყალიბდება, გაერკვევა და ყოველ შემთხვევაში განვითარებას ხედავ, რომ შვენურად უნდა განვითარდეს თქვენ შემთხვევაში სიტუაცია, ანუ კმაყოფილი დარჩებით ორივე მხარე მოვლენების განვითარებით და აქ რაიმე პრობლემას, ან რაიმე ცუდს მე ნამდვილად ვერ ვხედავ. პირიქით, ძალიან კარგი ჯანსაღი განვითარებები მოვა. ანუ ეს უკმაყოფილობები, ეს რაღაცა პატარა წყენებიც თუ უსიამოვნო სიტუაციებიც ძალიან მარტივად გილაგდებათ. აი, ეს მოდის აქაც, რომ განვითარებული მოვლენებით ეტაპობრივად და ნელ-ნელა დარჩებით ნამდვილად უკმაყოფილი. ეს გახლდათ მესამე ვარიანტი და დამიწერეთ კომენტარები მესამე ვარიანტის სამომჩევლებლო. რამდენად რეზონირდა გაშლა თქვენთვის და მე ახლა გადავალ მეოთხე ვარიანტზე, მისი ფიქრები, გრძნობები, ნახოთ მოქმედებები და ზოგადი განვითარება. ცოტათი არეული ფიქრები აქვს ამ ადამიანს, აქ ეხლა რასაც ხედავ, თითქოს ფიქრობს, რომ დაიღალა ერთი და იგივეთი ურთიერთობაში, სულ ერთი და იგივე სიტუაციები ხდება ურთიერთობაში, გამოიფიტა ენერგეტიკულად, თითქოს ფიქრობს ასევე, რომ ძალიან ბევრს აკეთებს თვითონ ამ ურთიერთობაში და თქვენ ხელს არ უწყობთ. ნახეთ, მე ხა იმას არ ვიძახი, რომ თქვენ მართლაც ესე იქცევით, მაგრამ აი თვითონ აქვს რა ეგ ფიქრები, რომ აი ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი ამ ურთიერთობაში, აბა ჩემი პარტნიორი არაფერს არ იზიარებს, ნუ
უმეტეს შემთხვევაში ეს რეალობას ცდება. უბრალოდ ეს ადამიანი ესე ფიქრობს, ესეთი განწყობები აქვს. გრძნობებში არ გამორიცხავ, რომ ამ ადამიანს თქვენს გარდა სხვასთანაც გქონდეს ურთიერთობა. არ არის მისი გრძნობები, რომ აი შეყვარებული იყოს ეს ადამიანი თქვენზე. თითქოს აქ ამ არკანის ქვეშ ჩანს, რომ სხვა ადამიანიც არის, მისთვის აი ერთი ურთიერთობა იყოს და გურწფელი და გულახდილი და სუფთა ურთიერთობა იყოს, მისთვის ეს ყველაფერი რთული არის, სიმართლე რომ ვთქვათ. აქ რეალურად მოდის ის, რომ კი, ანუ რაღაცა გრძნობები არის, მაგრამ უფრო არის, რომ აი შენც მიყვარხარ, მაგრამ სხვაც მეყვარება, აი ესეთი მომენტი ცოტათი არაგურწფელი ადამიანის ემოციები ამოვიდა აქ რეალურად ამ გაშთან გამდინარე. არ გამორიცხავ, რომ ვინმე სხვაც იყოს აქ ამ ურთიერთობაში იყოს მესამე პირიც. მოქმედებებში ვერ ვხედავ ამ ადამიანის მოქმედებას, პირიქით შეიძლება აქეთ თქვენ გელოდებოდეთ და თქვენ თუ რამეს გააკეთებთ და თქვენ რომ ურთიერთობის სიტუაციებზე ან განვითარებაზე საუბარი დაიწყოთ, გეტყვით რომ აი დავიღალი ამ ერთი და იგივით და აბა რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ და აი პირიქით ძალიან უხეშად და ცივად შეიძლება რომ მოიქცეს, შესაბამისად უმოქმედობა მოდის მისი მხრიდან. აქ მე აქტიურ მოქმედებას, აქტიურ ნაბიჯების გადმოდგმას, რაიმეს გამოსწორებას. არა, თითქოს აი აქეთ კიდევ მსხვერპლის როლში გამოვა ეს ადამიანი, რომ აი მე ეხლა ცუდად ვარ, დაღლილი ვარ, არ შემიძლია, ვერ გამოვალ, ვერ ვისაუბრებთ, არ მინდა აი რაღაცა თავის დაფასების მომენტები ექნება და თან ძალიან უხეშად მოიქცევა ეს ადამიანი, ასე რომ მოქმედებები არ მოდის. განვითარება ის არის, რომ ანუ დაიღლები პირდაპირ აი ამ ადამიანის ესეთ სიტუაციებით და შეიძლება უბრალოდ ვთქვათ, რომ გავიცლები ხა ამ სიტუაციასო. უმეტესობა თქვენგანისთვის ეს არ იქნება, რომ ეხლა თუ ისეთი ადამიანები ვიყურებთ, ვისაც იდეალურად გაქვთ ყველაფერი, ესე კი ეს თქვენთვის არ რეზონირდა, ხო? მაგრამ პატარა პრობლემები, ვისაც კი დაწყებული გაქვთ ურთიერთობაში და ეხლა აქ რაც ვისაუბრე გაშთან გამომდინარე მიხვდებოდით კიდევაც, ვისაც უკვე ესეთი სიტუაციები გაქვთ, ხო? თითქოს ეს ყველაფერი უფრო ურთიერთობის დაშლისკენ წავა, აი ესეთი რა მოდის აქ, ასე რომ აქ მე დიდი განვითარებები, დიდი ამბები არ მომდის ამ არკანის ქვეშ, უფრო ურთიერთობის გაცება, რაღაცა ურთიერთობის წყვეტა, ეს მოდის, ანუ დიდად რაიმე სახარბილო განვითარება არ იკვეთება. და აბა მეოთხე ვარიანტის ამომრჩევლობა ცოტა რთული მოსასმენი იყო ალბათ ეს ყველაფერი, მაგრამ გამიზიარეთ, რამდენად რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის. გადავიდეთ ახლა ჩვენ ბოლო მეხუთე ვარიანტზე. ნახოთ მეხუთე ვარიანტის ამორჩევლება, ფიქრები, გრძნობები, მოქმედება და ვნახოთ ასევე განვითარება. კი ბატონო, ამ ადამიანის ფიქრები იდეაში არ არის ნეგატიური ფიქრები, დადებითი განწყობები მოდის თქვენთან მიმართებით, თუმცა უფრო შეჯიბრობითობის ამბავი აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებით, ანუ რაღაცაში გიჯიბრებათ. თითქოს აი თქვენ თუ რამე ერთს გააკეთებთ, ის აცეცლება, ოღონდ ეს პირად ურთიერთობაში არა, ცხოვრებისეულად შეიძლება შეჯიბრებითობა ჰქონდეს ფინანსებში, კარიერაში, თქვენ ცხოვრების ამ რა ეტაპზე ხართ და თვითონ სად არის, ანუ რაღაცნაირად ფიქრები აქვს ის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მას, რომ რაღაცაში გაჯობოთ და რაღაცაში თქვენზე უკეთესი იყოს. თქვენში როგორც პარტნიორს ესეთი ფიქრები და ემოციები, აი როგორც აი კარგი კონკურენტი რო დაინახო, ესე გიყურებთ და ესე აღიქვათ ეს ადამიანი. ფიქრები არ არის ეხლა ცუდი ესე ცალსახად ვერტყო რომ რაიმე და ძალიან ცუდი ფიქრები და დამოკიდებულება არის, მაგრამ აი სულ რაღაცა ეჭვითვალის გიყურებთ. თითქოს სულ ყოველთვის ცდილობს რომ მისი ინფორმაციები, რასაც მას ეტყვით, გადაამოწმოთ. ცოტათი უნდობლობის მომენტიც აქვს ამ ადამიანს. აი სულ ზურგს უკან დაყვებათ რომ გადამოწმოს ყველაფერი, გაიგოს ყველაფერი, ეს მოდის აქ. გრძნობებში ეხლა ეს არკანი არ არის ნამდვილად გრძნობების არკანი, ვერ ვხედავ რომ გრძნობები იყოს, ზოგადად ამ ადამიანს ესე შეყვარება და სიყვარული შეიძლება ცოტა ნაკლებად გამოსდიოდეს რა, ისეთი ადამიანია უმეტესობა შემთხვევაში შეიძლება ცოტათი კი არა და ძალიანაც მანიპულატორი ადამიანი იყოს, ძალიან ეგოისტი ადამიანი იყოს, ოღონდ ამის ეგოისტით ის კი არა რაღაცა მარტო აი კარგი გაგებით კი არა, ცოტა უფრო უხეში გაგებით ვამბობ ამას. ასე რომ ვერ ვხედავ მე ხა ამ ადამიანის მხრიდან აქ რაიმე გრძნობებს ან რაიმე სახის ემოციებს, ეს ნამდვილად არ მოდის. რაც შეეხება მოქმედებას, ეს პიროვნება, ვინც თქვენ აქ ჩაუთქვით, მიჩვეული არის აქეთ ქალებისგან და თუ მამაკაცები მიყურებთ, მაშინ
გოგოებისგან ყურადღებას რა, ანუ თითქოს პარტნიორმა აქეთ უნდა გამოიჩინოს ყურადღება და მან დაატაროს ხელის გულზე და ყველაფერი მან უნდა გააკეთოს, ესე რომ ვთქვათ, ხო? და არა თვითონ, ასე რომ ვერ ვხედავ რომ მოქმედებაში რამე მოიყვანოს, ოღონდ განა, იმიტომ, ანუ მაგაში თავსაც არ ივალდებულებს. თავსაც არ ცვლის საჭროთ, რომ მე ახლა აი ამ ჩემი ადამიანისთვის რაიმე გავაკეთო. ასე რომ ვერ ვხედავ აქ მე რომ ამ ადამიანმა რაიმე კონკრეტული სახის მოქმედებები განახორციელოს. პირიქით შეიძლება აი შორს იყოს, შორს დაიჭიროს თავი უფრო ესეთი რამ გამოვლინდეს აქ. განვითარება თუ თქვენ რაიმეს მოიმოქმედებთ და თუ თქვენ ესე ხელის გულზე ატარებთ და თავზე ხელს გადაუსვათ და ყველაფერს თქვენ აიღებთ ურთიერთობაში, კი, განვითარდება ეს ურთიერთობა, მაგრამ თუ თქვენ მიყურებთ ადამიანი, რომელსაც არნაირად არ სურს ახლა ზედმეტი დიდი ძალისხმევის ჩადება ამ ურთიერთობაში და ამ ადამიანში რესურსის ჩადება და ზოგადად რომ ყველაფერი თავის თავზე აიღოს, მაშინ ეს ადამიანი არაფერს არ მოიმოქმედებს და განვითარებაც არ იქნება. ანუ თითქოს ურთიერთობის მომავალი ამ შემთხვევაში თქვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ ერთადერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ ამ არკანებიდან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, რომ აი მოდი ახლა მე დღეს ვიზავ, ხვალ ვიზავ, რაღაც ეტაპზე თქვენც დაიყლებით და გაიცლებით აი ამ სიტუაციას. რა ესეთი რამ მოდის და რამ ვლინდება აქ, ასე რომ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ამ ურთიერთობაში, რომ რაღაც აქ პატარა ტყუილიც იმალება, ეს რომ იცოდეთ. ну განვითარებებიც აი მაგ ჭრილში მოდის თუ რამის მოიმოქმედეთ და გააკეთებთ ხომ კარგი თუ არა და თვითონ აქტიურ მოქმედებებს არ აპირებს და არც რამის განვითარებას. სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო და გამიზიარეთ, რამდენად მოგეწონათ ან არ მოგეწონათ გაშლა. ასევე გამიხარდება თუ დამიწერთ და ტოვებთ კომენტარებს და მათ ვინც გამოიწერთ YouTube გვერდს, ესეც ძალიან გამახარებს. მე კიდევ წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით ახლა.